1993 წლის 16 სექტემბერს რუსული არმიის რეგულარულმა ნაწილებმა, აფხაზურმა ქვედანაყოფებმა და ჩრდილო კავკასიელმა მოხალისეებმა სოხუმს ერთად შეუტიეს. სოხუმის აღების გეგმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბში იყო დამუშავებული. ძალები აშკარად არათანაბარი იყო, თუმცა აფხაზეთის დედაქალაქის დამცველები უკან დახევას არ აპირებდნენ. ქართველები დამხმარე ძალებს ელოდნენ. სოხუმში იმყოფებოდა სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე, თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი და მხედრიონის ლიდერი ჯაბა იოსელიანი. ისინი ქალაქის დაცვას პირადად ხელმძღვანელობდნენ. ალყა შემორტყმულ სოხუმში მშვიდობიანი მოსახლეობა ხაფანგში მომწყდეული აღმოჩნდა. დამხმარე ძალა სოხუმთან ახლოს ახალ დაბასთან ცდილობდა ალყის გარღვევას. თუ ოპერაცია წარმატებით დასრულდებოდა, მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქს დატოვებდა, ხოლო ოჩამჩირიდან სოხუმში დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა შევიდოდა. 180,000 სოხუმელის ბედი მთლიანად ახალ დაბაზე იყო დამოკიდებული. მაშინ, როდესაც სოხუმისათვის ბრძოლები გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა, დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გროზნოდან ზუგდიდში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ სოხუმს ის უშველიდა.